What's up YouTube? Салам ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო თემის განხილვა. მოკლედ არის ეს ტიპი, ეს პერსონაჟი, ვიზეს თქო დღეს მივილაპარაკებ. სახელი ქვია, ესე იგი პიტერ პარკერი არა, სპაიდერმენიდან პიტერ მოსფილდი, რომელიც რაღაცა ურთვისში გადაწყვეტა ბოდიბილდინგის შეჯიბზე გასვლა. გამოიყენებს სტერიკებს და რაღაცა საშინელება და რაღაცა ისეთი მონაკვეთები ვნახე. თავიდან იმას ვიტყვი, რასაც დღეს ვლაპარაკობ, ყველაფერს გათვითცნობიერებით მიზნით. არავით არის სარეკომენდაციო სახის არ არის და დაჟე ვიტყოდი რომ აი სპეციალურად ჩავიცვი ნახეთ როგორი ლეგენდარული მაისური მაქვს. აი ძია არნის შესაბამისად მაისურით, ძია გიორგი ჩაატარებს გაკვეთილებს, რომ პროსტა ესეთ შეიძლება ითქვას რაღაცა იდიოტებს, სვეტში არავითარ შემთხვევაში ვაფშე არ უნდა მოусმინოთ. აი ეხლა ლაითა ძალიან ჩავთ რაღაც მონაწყვეტებს. Taking steroids and not working out. Gonna see if I could get ripped. აი მე მოკლედ პროსტა პიზდეც რა. და ამას უყურებს იმდენი ხალხი, პროსტა ეხლა რაღაც ჰაიპის ისეთ შეიძლება ითქვას რაღაცა კარუცელს აყვა. ერთი პერიოდი იყო რომ სემსულიკ მოუწებ გაისროლა 31 წლის ფაქტიურად ტრენი 24 რაღაცა drinks per day, ესე რომ ჩანს ავი ლუდი ალბათ 24 ცალი ჭიქა მე მგონი კილა არის 330 მილილიტრი რა. მოკლედ შინაარსი ჩოლბური ფრიკი, რასაც ქვია, ანუ ტიპი უბრალოდ ვაფშე no name-ია, ვაფშე არავინ არ არის. და რაღაცა სასცენო სიტუაციას რაღაცა ვარიანტს დგავს. შესაძლებელია სიმართლეში არც იკეთებს ტრენს, არც ტესტოს, არც თქვა არის ციკლზე, ან შეიძლება არის. ან შეიძლება სიმართლეში დოზებზე არ არის, просто რიჟიკობს, რა შეიძლება ითქვას. აი ეს პუბლიკაზე, რომ უბრალოდ ფაქტიურად ეხლა ამას ალბათ ჩემი გადმოსახედით უყურებენ მიახლოებით 14-დან ალბათ მაქსიმუმი 22 წლამდე უმეტესობა რა. ის თვალში просто ხალხი მოიზიდოს, პუბლიკა მოიზიდოს და მე შესაბამისად ეგ გადააკონვერტიროს, რასაც თვითონ თქვა მოუნდება, მე თქვა რაღაცა ბიზნეს კუთხით. უყურე იგივე სიტუაცია როგორც ავიღოთ თქვა Liver King-ი რო ჭამდა რა ვიცი ამ წელს წინ მიახლოებით 4-5 წლის წინ просто ისეთი ფრიკი იყო ტიპი რო რავია ეს გამოდიოდა უმიხორცი უმისა უმიხვერები და კაროჩე ეს რაღაც უბედურებებს ჩადიოდა კაროჩე თან ჯანზე იყო თან რაღაცა ხარიზმა ქონდა ეს ყველა ტიპი უფრო ვიტყოდი რომ არიან კაი როგორც მსახიობები რა და დანარჩენი ესენი რაც აქ ბაზრობენ კაროჩე და რაც ეს არის просто ბოლო დონის პიზდეცი ახსნი ვილოპარაკებ ამ ვიდეოში როგორც ტრენზე ტესტზეც ბოლო ხანებში TikTok-ში მწერენ ძალიან ბევრი ალბათ მიახლოებით 4-5 ვიდეო რა სტავდით ბოლო ხანებში სხვადასხვა ბევრი ხალხი მწერს ვაფშე მოდაც წამოვიდა გიქონ პროსტა ტესტს ვიკეთებ რა სხვა არაფერს და შეგბოქსანდოლონი თან ამას მწერენ ფაქტობრივად ბიჭები რომლებიც არიან მიახლოებით 19-20-21-ის მწერენ კარგუჩი რა მაგით რა უნდა მოხდეს ატესტია პროსტა რა ერთი კუბი ყოველ თქო 5-6 დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ეკო ტესტო არა უნდა იყოს რა ნუ ბელიაიც კარგუჩი მასის სიმართლეში ვაფშე არ არის რა ჯერ ახსნე ხარ როგორ სიტუაციას ამ ტიპს ხარ უყურებ რავი ამ ტიპის მიმართ აი ჯერ ვაფშე როგორც ტიპაჟი და როგორც ფაქტიურად ტიპი სიმპათია ზერო ყველანაირი კუთხით მეორე ამ დეგენერატს გინდა არ გინდა უყურებენ უამრავი პატარა თაობის ბიჭები ჩემს პრაქტიკაში ბოლო 1-60 წლის განმავლობაში ალბათ მოუწერია მიახლოებით მინიმუმი 1-15-20 ეგზემპლარ ბიჭებს რომლებსაც იმენ აქცენტი ქონდ ყოველთვის ტრენი იმენა გავსინჯო ვეუბნე არავითარ შემთხვევაში ტრენი არ გინდა ვაფშე სტერიკები არ გინდათ და იმახსოვრეთ ბიჭები ამ ცხოვრებაში არასდროს არაფერში იული გზა არ არსებობს არა ყველა ვინც კი ნორმალური ჩემპია და ვინც კი ნორმალური თქვა რაღაცა გარკვეული პერფორმანსი აქვს ყველა ეგ არის პირველი წლების განმავლობაში პახაობით და არა იმით რომ გაიჩხირა ზეთი თქვა 2 თვით ან 6 თვით ან 1 წლით არ ახდება მასე რა დაჟე რო ვიყოთ თქვა ტიპები ვინც არის თქვა აი მაგარი გენეტიკა აქვს რაღაცა იმ ტიპაც უნდა სახე უნდა აიხიო უნდა აიძრო ვარჯიშით სწორიკვებით გამოთვლებით და ბევრი რაღაც გარკვეული კონტროლით ანუ იული გზა ორ თვეში შენ რაღაცა თქვა ტრენს გაიკეთებ თქვა თუ ოქსიმეთოლოს თუ ჰალოტესტის დალევ და გახვა შეჯიბზე არაფერი ვაფშე არ მოხდება ანუ უბრალოდ შენ ჯანმრთელობას იზიანებ ინგრევ და ეს ტიპი ჩოლობრივი პროსტა მაჩვენებელია იმისი რომ ფრიკის აი ეგ არის ზუსტად მაგაზე მტკივა გული რომ სამყარო მიექანება პროსტა პიზდეცისკენ და ახსენ როგორ სიტუაცია ჩემი გადმოსახედით რომელიღაც სავალჩო ვიდეოშიც მაქვს ბოლო მონაკვეთში ნათქვამი რომ მოზარდებისთვის ყველაზე ალბათ ისეთი ცუდი რაც კი შეიძლება იყოს სტიმულაცია ამ ენერგეტიკებით ამ ჩოლობრივ რომლების მაღაზიაში იყიდება ჩოლობრივ არც არის აკრძალული, არც არაფერი, ჩოლობრივ, სიგარეტი თქვა თუ არის აკრძალული. აკრძალულმა შემოიტანონ კიდე მილიონი პროცენტი ამ პრე-ვორკაუტებზე რა. პრე-ვორკაუტებს გულისხმობ აი ენერგეტიკები რაც არის კლასიკურები რა, მე-16 ელემენტი და რაღაცა, ანუ განაიმასონ თუ ეგენ ცუდია და არ უნდა დაილიოს და რაღაცა თქვა. კი, შეიძლება დაილიოს, რომ კონტექსტ გააჩნია, მაგრამ მოზარდები ბავშვები, რომლებიც არიან 14, 15-ისები, 16-ისები და დღის განმავლობაში ჩოლობრივ როგორც უბრალოდ რაღაცა წვენს თქვა, აი მე რო ეხო თქვა, აქ ელექტროლიტებს ხო, ღეში უბერავენ 2 წელს, 3 წელს და დაჟე შეიძლება 4 წელს. ეგ არის პიზდეც, ეგ არის გადაწვა, როგორც თირკმეზე და ჯირკვლების, ასევე ნერვული
სისტემის. ეგ არის პირველი ნიუანსი. მეორე ნიუანსი, რაც მე სიზღება, просто უბრალოდ ხანა იმ ქონია სიტუაცია გადაკვეთა ვთქვათ, ვისაც ვიცნობ ტიპებს რა ვთქვათ და ჰაი რაღაც გადაობის თემაში ვთქვათ, გიკონ არ გიზარება ვარჯიში და ვინმე არ მეზარება რა და ვინმე შეტყვა ვარჯიშობ რაღაცა, აი ამ ვარჯიში მე უკვე დღეს 4 ლიტრი პივა მაქვს დალეული. აი ეგ არის просто პიზდეცი რა. ჯერ აი უბრალოდ რაღაცა ქიმიური აფეთქება ხდება ჩემს თავში, რომ წარმოვიდგენ რომ ადამიანს ვთქვათ დილა არის და უხეშად აქვს დალეული 3 ლიტრი, 4 ლიტრი დღის განმავლობაში ვთქვათ ყოფილა პერიოდი რომ დამილევია მიახლოებით 8 ლიტრი, 9 ლიტრი პივაცო და ბლეაც აი ეს ზივარ და ფიქრობ რომ მახსენდებიან ეგრევე ჩემი კლიენტები ვისაც ვთქვათ აი აქვს მიდრეკილება ჰემატოკრიტისკენ და ყოველთვის ვთქვათ ვახსენებ რომ ვიჭვიდი ხო იცი დღის განმავლობაში წყალი უნდა შეეცადო რომ 3.5 4 ლიტრი წყალი დალიო და ეს ტიპი მეუბნება პროსტა რომ დღის განმავლობაში შეიძლება რომ შეუბრიოდ დალიო 3 ლიტრი, 4 ლიტრი პივა, ლუდი, რომელიც არის მლაშე არის გაზირებული, რომელიც პახოლდუ წლების განმავლობაში მაგას უვერავთ აფუჭებს ლიპიდურ პროფილს, ეხება სრულიად ესტროგენულ ჯგუფს, ქალის რაც არის ფაქტიოდ რა, ჰორმონები კასკადი გარკვეული რამოდენიმე ჯგუფს ეხება და ჩვეულებრივ ერთ ტიპი ცხოვრობს და ხო ჯარბიჭონა აქვს რაღაცა ვთქვათ შეშუპებულია და რაღაცა, მაგრამ ბლეაც მე ხო ვიცი რომ როგორ ერხევა და როგორ კაროჩე იმენა აი რავი ენზრევა შეიძლება ითქვას ორგანიზმს მაგით რომ სისტემატიურად ამას ადამიანი აკეთებს და ფიქრობ იმას რომ აი ჯანმრთელი და სპორტსმენი ალბათ ეგ უფროა კაროჩე რა ვინც ვინდრე ჩოლობროა ჩვენს ვინდრე გან რა ჯანმრთელობა აქვს უმეტესობას ხალხს რომ წლების განმავლობაში ესე ცხოვრობენ მაგრამ ცხოვრობენ ჩოლობრივ რა ვიცი 65-70 წლამდე რა აი ეგ არის ჩემთვის ფიქრობ ერის კაი იმენ ერთ-ერთი ამოწყვეტის და გაბეჭავების და დადებილების კაროჩე ერთ-ერთი მექანიზმი აი ვითომ რო არაფერი ჩანს დასალევი ხო არის ალკოჰოლი თქვა იქ არ შევეხები თქვაც მაღალი პროცენტულობა არის ალკოჰოლის თქვა არ მაქვს საუბარი თქვა აი ვინც რასაც ქვია დამოკიდებულები რო არიან სასმელზე და კაროჩე რავი რა ზოგი კიდე ისეთ თემა არის რომ ვის როგორ აწყობს არახზე და ღვინოს დალევაზე ხო ვაფშე პოლმე პიზდეცია მაგრამ აი თქვა თან კიდე კატეგორია ხალხი რომლებიც ვითომ ახლო არის მედიცინასთან და თქვა აი ამობენ რომ ყოველ საღამო მიახლოებით 2-3 ჭიქა შავი ღვინო კაი იმით კაროჩე მაგას ამართლებენ მაგ სიტუაციას რომ შიგნით არის რასვერატროლი ვითომ სასარგებლო და რაღაცა შესაძლებელია რაღაცა თქვა იყოს სასარგებლო მიახლოებით 20-30 მილილიტრი მაგრამ მაინც ეგ არ არის პანაცია არ არის ეგ და თანამედროვე ფაქტიოთაც კი შემოდის ამ ნორმალური გაიდლაინები მე არ მინახია იქ რომ იყოს იქ რეკომენდაციაში რომ უეჭველი რაღაცა თქვა სასმელი რა ამიტომ იცოდეთ რომ ყველაზე ჩუმი და ნელი მკვლელი იმინა ერის პატარა თაობის ეგ არის ენერგეტიკები უნდა იყოს დაწესდეს თვეში ხა მოსაწევი სიგარეტი მათ ხო იასნია რაც არის თქვა ეგ უნდა იყოს აწადია თქვა 18+ მაგრამ უნდა იყოს პახოლდო ეგეც რომ ეს ჩვეულებრივი ენერგეტიკული სასმელი რაც არის პატარა საკისას არ უნდა გაიყიდოს მეორე ნიუანსი ეს ლუდის ვარიანტი ეს დეგენერატი რასაც აკეთებს ფაქტიოდ რომ ლუდს უბერავს და რაღაცა ეს გოპნიკური რაღაცა მიდგომაა რომ არიან რუსეთში რომ გარაჟებთან რო შედან კაროს ჩვეულებრივ ლუდს უბერა რაღაცა გოპნიკებს ეძახიან რაღაც ეს ვარიანტი ანუ ის რაღაც გარკვეული სორტია რა როგორც რაღაცა კლანი თუ როგორ შეიძლება ითქვას მსგავსი ვარიანტია დანარჩენი ახლა უყურეთ როგორი თემა არის რაც მიახლოებით მე ვიცი ზედაპირულად 150 მგ ტრენიო და 400 მგ ტესტი აქვს ესე იგი ამას აგიხსნით რაღაცა ვთქვათ იქ ცოტა კუნთები რო გაუშვით ეგ ვაფშე არაფერს არ ნიშნავს და მოყვები რაღაც პატარა ერთ კვლევის ვარიანტს სამი კატეგორია ხალხი აიღეს ჩვეულებრივი ხალხი რომლებიც პროსტა სულთაზე ვარჯიშობდა შუა ხალხი რომლებსაც აღებინებდნენ თქვა რაღაც შუა ჯგუფი რომელსაც აღებინებდნენ მარტო ტესტოსტერონს და არ ვარჯიშობდნენ მესამე ჯგუფი რომლებიც აღებინებდნენ ტესტოსტერონს პახოვდ ვარჯიშობდნენ უხეშად პირველმა ჯგუფმა მოიმატა 2 თვის განმავლობაში მიახლოებით 1 კილო ნახევარი ხორცი შუა ჯგუფმა რომელიც არ ვარჯიშობდა მაგრამ იკეთებდა ტესტოსტერონს მოიმატა მიახლოებით 2 კილოგრამ ნახევარი კუნთი და მესამე ჯგუფი რომელიც ინტენსიურად ვარჯიშობდა პახოვდ გამოიყენებდა ტესტოსტერონს იქ ორ თვეში მე მგონი იყო ზრდა სადღაც 1-3 კილო ნახევარი 4 კილო კუნთი ნებისმიერ ვარიანტში როცა სტერიკებს გამოიყენებ ნორმალური ხარისხის სტერიკებს გინდა არ გინდა ხორცი მაინც გეზდება მაგრამ უნდა ხვდებოდეთ ყოველთვის რომ ყველაფერზე არის საჭირო რაღაცის ფასის გადახდა და ასევე გზად ის რომ რაღაც გარკვეული სიტუაციის კონტროლი ანუ ინგიბირება რაღაც საიდ ეფექტების არ არსებობს დედამიწაზე დაჟე რო ვიღოთ თქვა ელემენტალურად თქვა თავიღოთ თქვა აი სოდიუმის ესე თქვა შეიძლება ითქვას რომ არ მოხდეს წნევა და მოხდეს ნორმალური მაგის თქვა რაღაცა ამ საიდ ეფექტის ინგიბირება უნდა იყოს პოტასიუმი ნორმალური რაოდენობა ანუ ბლეაც ტესტოსტერონს რო ვიკეთებთ და პროსტა ტესტია ჩვენია აი რა უნდა მოხდეს კიკონ არ არის მას ლიპიდური პროფილი იცვლება არასებულია რომ არ მოხდეს კონვერსია სტადიოში ანუ ინგიბიტორი არომატაზის მილიონ% რაღაც საჭირო არის გზად კიდე წნევის რეგულაცია როგორც კიდე არ იყოს ცოტა მაინც ნებისმიერი სტერიკები გინდათ ტესტი ცოტა სოდიუმს აკავებს. ანუ თუ არა კონტროლებთ არიღებ ბევრ ნორმალურ რაოდენობას თქვა პოტასიუმს გექნება წნევა. წნევა არის ჩუმი მკვლელი თითქმის. ანუ არ არის ბიჭები რა, ეს არის დაკეტილი ესეთი გარკვეული წნე, რომ აი პროსტა ის მივიღე. ნუ ბლეაც არ არის ესე რა. ყოველთვის რაღაცაზე რაღაცას ვიხდით. უნდა ხვდებოდეს ადამიანი რას.
ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში აქვს დეფიციტი ტესტოსტერონის და თქვა LHFSH აქვს ნორმაში, ანუ გიპოფიდი ჩართულია და ტესტოსტერონი აქვს დაბალი, იქ არის გიპოგონადიზმის თემა, ანუ იქ არის პიზდეცი. იქ სჭირდება მაგას და მაგას ეგ მიდის ექიმთან და ექიმი მაგას უწერს, ეგ საჭირო არის. მაგეთ მდგომარეობაში ყოფნა უფრო დაჟე საზიანოა ლიპიდური პროფილისთვის და ჯანმრთელობისთვის, თქვა პროსტატისთვისაც, გულისთვისაც, ვიდრე თქვა ვაფშე არაფრის გამოყენება. იგივე სიტუაცია არის აქ. ნახუია რისთვის თქვა, ავიღოთ, აი მოზარდებზე მაქვს საუბარი, რომლებიც არიან თქვა, აი 18-ისები, 19-ისები, 20-ისები, რომლებიც ეხლა დაიწყეს ჭირო ვარჯიში, რა ტესტოსტერონი და ბლეაც მით უმეტეს რა ტრემბოლონი. ტრემბოლონს ახსნი მექანიზმს. ძალიან ისეთი საჭირო შეიძლება ითქვას ტერიკია, ვინც პროფესიონალ სპორტში არის, ვინც გამოდის თქვა ბოდიბილდინგზე, ვინც გამოდის თქვა სტრონგმენზე, ვინც იღებს არანორმალურ თქვა გარკვეულ რაღაცა, აი უმაღლესი საერთაშორისო მსოფლიო დონის შეჯიბრებზე მონაწილეობას, იქ რო პერფორმანსი შენ ანახო, იქ მიშულობა რა აქვს, იქ ყველა ხიმიჩობს, იქ ყველა ვიცით რომ ყველა ხიმიჩობს და შენ იქ რო გადიხარ, შენ იქ ჩაისვლი, თუ აჩვენებ შედეგს, იქ არ დაგიწყებენ შენ ტრენს იღებდი თუ არა, შენ აჩვენო შედეგი. გაიმარჯვებს, სიო რა და შენ იქ ტრენს იღებდი თქვა, თუ იღებდი თქვა, რავი იქ რა არის ანემკას. მაგას არავის შენ არ შეგეკითხება მაგ სიტუაციას და ამიტომ იქ თამაში პროცესი საჭიროა თუ ვინ რო კონკურენცია გააკეთებს. ჩვეულებრივ ხალხს, ვინც მიდის საუბარი ჯანმრთელობას და წამოვიდა ეს რაღაცა ბლეაცკი ტრენდი, არ ვიცი, ალბათ ამერიკიდან ყოველი მეორე ხა მოზარდი იკეთებს ტესტს. ბლეაც არ შეიძლება, არ არის საჭირო რა. ეგ არის ფაქტიურად ისეთი გარკვეული ჯაჭვი, რაზეც მე ფაქტიურად სულ გაყობა ეგ სიტუაცია გინდა არ გინდა. გინდა არ გინდა იმ კუთხით რომ ნერვული სისტემის კუთხით პირველი. როცა თქვენში უხეშად სინევოს ლაბორატორია რა ავიღოთ, ქვედა არის თქვა, რავი, ტესტი 10 ზედ არის 30, გრუბად ვამბობ. და თქვენი გაქვთ ფიზიოლოგიური მიახლოებით 1-18-20 ეს საშუალო ტესტოსტერონი რა. ნორმალური. ბახ თქვენ იკეთებთ 1 კუბიკს ტესტს, ასაც თქვენ ეძახით რომ იკეთებთ კვირაში ერთხელ მიახლოებით 250 მგ. თქვენ ტესტი გიხდებათ მიახლოებით უხეშად სინევა აჩვენებს 52 თოროსები ზედას, ანუ მეც არ აჩვენებს უბრალოდ, მაგრამ უხეშად თქვენ გიხდებათ მინიმუმი 60, სამჯერ მეტი. სამჯერ მეტი ტესტოსტერონზე შენ რო რაღაცა გარკვეული პერიოდი, რომელსაც შენ გგონია რომ არაფერს არ ივნებ თქვა 5 თვე, 6 თვე რაღაცა თქვა საფხულის ზემზადები და მაგაზე შენ ხარ და შენმა ნერვულმა სისტემამ ყველაფერი შეიგრძნო მაგ რაოდენობა ტესტოსტერონზე. სექსი, აღდგენა, ფიზიკური აქტიურობა, რაღაცა თქვა გინდა არ გინდა ვიზუალურად იცვლები და შენმა ფსიქიკა მეგ დაინახა. მე შენ რო ჩამოხვალ, ვაფშე აღარ გისწორდება ჩვეულებრივი იმ 20-ზე დაბრუნება. ეგ არის ჩვეულებრივი რაღაცა გარკვეული, რა ვიცი, სეროტონინი, დოფამინური რაღაც გარკვეული მექანიზმი. რაზეც თქვა შენ რო რაღაცა კაი გასინჯე, მე უიჭველი, короче, აღარ გინდა იქვე დაბრუნება. როგორც ხელფასზე მithქვია, გააკ 1000, გაგიხდა 4000 და მე ბახ გეუნები რომ დავაი ხა ისევ ჩააჯვი, გაგიხდეს 1000. ანუ არ გისწორდება რა და ამიტომ მოზარდებზე მაქვს საუბარი რომ არავითარ შემთხვევაში პროსტო ვიკეთებ ტესტს და რას მიზავს ეგ ერთი ვარიანტი. მე ხა შევეხოთ ტრენს. ტრენზე როგორი სიტუაცია არის? უზომოდ ბევრი ექსპერიმენტი მქონდა. გამიმართლა იმ კუთხით, რომ უზომოდ ბევრი ანალიზი მაქვს ნახე ტრენზე. ტრენი ალბათ არის ისეთი ყველაზე ცუდი სტერიკი იმ კუთხით ყველაზე მეტად, რომ არის პირველ რიგში ნეიროტოქსიკური, ანუ ნერვულ სისტემას აფუჭებს ძალიან. ხალხი, რომლებიც მოდიოდნენ ჩემთან კონსულტაციაზე და იყვნენ დიდი ხანი ხანგრძლივად ტრენზე, აი უკვე პლუს ვიტყოდი ხანგრძლივად, აი 2 თვეზე ზევით რო იყვნენ. ყოველთვის ვეკითხებოდი რომ აი ურთიერთობა და რაღაცა არ გერევათ ოჯახის წევრებთან. აუტანელი ხდები ტიპი რა, იმიტომ რომ ნერვულ სისტემას ანუ ეგ უფრო იყო მოგონილი იმენა უფრო ცხოველებისთვის ფაქტიურად რა და ადამიანს უფრო ესე ვთქვათ, აი უჭკნობს, აბეჩავებს და უფრო პასუხობს იმ ზონებს twin-ზე, რომელიც იყო ჩვენ უფრო აი რასაც ქვია წინაპრული, რომელზეც აი საუბარი არის მიახლოებით ვთქვათ, აი აიღე ვთქვათ, რავი, რაღაცა ვთქვათ, ჯოხიან კომბალი და ჩაატყი თავში მამონს ან სხვა ვიღაცა გორილას რა. ანუ ხდები უფრო როგორც გორილა, უფრო აი პრაიმალი ხდები მაგის მიღების დროს. თან მით უმეტეს საუბარი როცა მიდის მიახლოებით 100-150 მგ-ს დოზირებაზე ზევით. ეგ შესაძლებელია მაშინ გამოყენდეს, როცა არის პრეკონტესტის რაღაცა ვარიანტი, შეჯიბრის რაღაც თემა არის, ახლოვდება რაღაც შეჯიბრი, კი ვიზუალურად რაღაცა ჯანზე მოდიხარ ცვეთში, ხო, მაგარი თემა არის, მაგრამ ბლეაც, აი ამ დალბაიობს, აი აქ რო ეს არის ეს დეგენერატი და ეს ამას იკეთებს და კუნთებს ჭიმავს და მე პოხუდულ უცხოვს, ეს არის დებილი დალბაიობი, ეს არის ჩოლობრივი გოპნიკი, რომელსაც ამას დაჟე აი ლაიქი კი არა, ეგ უნდა დაბლოკო ეგრევე, რომ მეორედ აღარ ამოგიგდოს, ანუ ეგ არის მაგ კუთხით, ანუ ყოველთვის რაღაცა თქვა თუ შესაძლებელია რომ აი გინას თქვა ტრენი რო რეუს თქვა ლიპიდურ პროფილს, ან თქვა ყალბათ აჩვენებს თქვა ესტრადიოლს. მაგების დარეგულირება ადვილია ბიჭები. ცეთში მაგას ეშველება, მაგრამ აი ნერვული სისტემა თუ დაინგრა და ნერვული სისტემის თან გზად შენ ისეთი რაღაცა გააკეთე ამ რეალობაში, ისე მიქარე თქვა, აი თქვა ელემენტად რაღაცას ნერვი მოგეშალა და ძალიან მაგრად თქვა იჭრობე მეგობართან და ისეთ ფიზიკური ზიანი მიაყენე თქვა, რომ აი რაღაცა ჩაიდინე, რაღაცები დაამტვრიე, რაღაცა გააკეთე შენ იმ სოციუმში, რაღაცა მოიქეთ შენ ცუდად. ეგ შეიძლება ისეთი ცუდი რამ ბევრი გააკეთო, ანუ იყო დაჟე ისეთი სიტუაციები, რომ თქვა დაჟე გარკვეულად რამოდენიმე ძალიან პოპულარული, короче, თქვა ბოდიბილდერები, რომლებიც თქვა იყვნენ დაჟე ციხეში,
ვთქვათ, აი მოკლეს ვთქვათ, რავი, სიდედრი ვთქვათ, ზოგი ცოლებს ცემდნენ ხოლმე და რაღაცა. გამოკითხებით მე იყო მეტწილად მაგათში იყო მაშინ ტრენი რა. ამიტომ პროსტა ტრენი ისეთი იარაღია, ეგ არის იმენა პროფესიონალების და მაგალითად მე არ მიყვარს მაგის დაწერა, მაგრამ ისევ და ისევ დოზირება და ინგიბირება მაგის საიდ ეფექტების. თუ თქვათ ადამიანი უბერავს თქვათ ტრენს, მე უჭველი ვეუბნები რომ twinისთვის თქვათ ელემენტალურად თქვათ CMAX-ი, ნოოპეპტი, ანირაცტამი ვთქვათ, 1,000,000% ვიღებთ. უჭველი რომ მოუკლავთ თქვათ ეს აგრესიის რაღაცა ფაზა, შეიძლება უთხრათ თქვათ მიახლოებით 200-დან 400 მგ-მდე ელფიანი დილა შუადღე საღამო, ტაურინი მიახლოებით 2 გრამი დილა შუადღე საღამო, შეიძლება ვალპროევის მჟავაც ურჩიო, აშვაგანდა ხო 1,000,000%, ან ჯერ წავიყვანო რაღაცა გარკვეულად უფრო სცენარიულ ვარიანტზე შეიძლება ითქვას რომ იქნება ეს სიცხოველე და ეს აიღე ჩაარტყი თქვათ ან მოკალი გაიქეცი რა. ეს მექანიზმი გამოურთო. პლუს თუ ადამიანს ბონუსად არ გაუმართლა და არის ძალიან ჰიპერაქტიული, აქ რაღაცა აი მომანიაკო გამოხტომები, აქ აგრესია რაღაცა ვარიანტზე თქვათ, აი არის არაადეკვატური ვიღაცა თქვათ დაუსიგნალებს ეგრევე რაღაც ხონა ისინეთება. მასეთი ადამიანს ვაფშე პიზდეცია. ანუ უფრო თუ ადამიანი თქვათ, აი შესაძლებელია თქვათ, აი ვესაუბრები ძალიან ბევრს მაგარჭპიან ტიპებს და აი არიან თქვათ, აი ძალიან გაწონასწორებული ტიპები, არიან ძალიან დაკომპლექსებულები. ყოფილი კლიენტი რომ მოსულა თქვათ, რომ უთქვია რომ ჩემი ბიჭია, ვარდიშობს და რაღაცა, მაგრამ ძალიან დაკომპლექსებულია. დაჟე ხალთან არ არის ნაყოფი და რაღაც ის სიტუაციაში რო თქვათ კაცმა განიხილოს, იქნება ტრენი მიახლოებით 1-2 თვე, ან თქვათ მასტერონი, რომ უფრო რაღაცა თქვათ გააქტიურდეს. მასეთ სიტუაციაში ექსპერიმენტის თემაში, თქვათ, ყოფილი თქვათ ისეთი დიდი კლიენტები მყოლია, მაგათ თქვათ, ბიჭები თქვათ არიან მიახლოებით 22-25-ისები, ვარდიშობენ და ეგ პრობლემა აქვს. მაგეთ კონტექსტში კიდე რაღაცა თქვათ ვარიანტი შეიძლება ადამიანი უფრო ცოტა გამბედავი ხდება, უფრო ჩოლბური ნორმალური თემაში ხდება, მაგრამ ისეც მაშინაც მიდის საუბარი, როცა უხეშად კვირაში ეს დოზირები მიკროდოზზე, მიახლოებით 1.30-დან 60 მგ-მდე, იქ არა ეს საუბარი 150, 200 და თქვათ, რასაც იკეთებენ სპორტსმენები 500 მგ რა. ამიტომ რასაც პროსტა ეს ტიპი აკეთებს, ეს არის დალბაიობი ჩოლბური რა. ამიტომ აი ესეთი ვიდეო ბიჭები, ნუ უჯერებთ მსგავს ტიპებს, ვაფშე და რავი, კაროჩე რა, თუ გამომწერები ხართ, მიგიჩვენოთ ვაფშე პროსტა წაშალეთ, იმიტომ რომ აქედან თქვენ არანაირ სარგებლობას ვაფშე არ მიიღებთ, მხოლოდ იმასო ზიანს. აი როგორ, საიდან საათ. ტრემბოლონი, რომელიც ადებილებს ნერვულ სისტემას და უზომოდ ამ აღზნებაც და იმაც ხდის და კიდებლა ზევიდან 24 ჭიქა, ესე იგი, აი ჯერ როგორ უნდა დალიო ადამიანმა, აი როგორ უნდა დალიო პროსტა ამდენი, სად უნდა ჩადივიდეს პროსტა ვიბიჯდები რა, აი ჯერ წყალი დალიეთ ეს მომავალში მიახლოებით 1.4-5 ფილტრა რა. მე პროსტა ბაზარი მასეთი ჰაიპი ეთყობა მაგას მასეუნა, მე დამიფაროს, მერთვა მე მას რაღაცა კაროჩი რავი, აი გაფიქრებაც არ მინე მაგით რამეზე. ჯოლბრი კოლონი რომელიც ხალხს მოიზიდავს, რაღაც აუდიტორიას და მე უკვე ხალხს მოიზიდავს, მე უკვე ცოტა გადასწორებას დაიწყებს, დაიწყებს იქ მონანიებას, რომ აი მე მაშინ ამას ვაკეთებდი, მე უშვებდი შეცდომას, ეხლა მაგას აღარ ვიზაო, ეხლა იქიმა მითხრა რომ სამწუხაროდ უკვე მე მჭირდება სულ ცოტა რაოდენობით ტესტოსტერონი, რადგან შევინარჩუნო, რადგან ჩემი მაშინ გაიცე დავაშავე, ეს გავაკეთე და უკვე შეწყალებით უკვე მას გაუშვეს და მე უკვე აუდიტორია მაგის უკვე ფაქტიურად მოსაზრებასაც შეიცვლის. ანუ ესეთი ჰაიპით მიიზიდავს პინძურად, მაგრამ მე უკვე გასუფთავებაზე წავა ხალხისა ფაქტიოდ, რომ ნორმალური ის ვარიანტი რა. და ეგ იშოვის მაგით რაღაცა მაყუც და თქვენ ამით ხოლოდ დაიზიანებთ ჯანმრთელობას რა. ესეთი მომართვა, ესეთი კონტექსტი, ივარჯიშეთ თუით, ნუ უჯერებთ, დამიჯერეთ, გაიმეტეთ ფული, ნუ ვიქნები მე, სხვა ვიღაცა ტიპები ნახეთ, ვინც თქვათ, აი ნორმალურად თქვათ არიან პროფესიონალები, იცლები ვარჯიშობენ და თავის თავზე გამოც არა ის რომ მარტო სათვალე გაიკეთეს თქვათ, რაღაცას ლამაზად ლაპარაკობენ, რომელსაც თვითონ აქვთ თავის კანში, თავის ტყავში და თავის აი ამ ოფში, წლების განმავლობაში აი აგლეჯილი მაზოლებით ვარჯიში და იციან საქმე. მიებარეთ მაგათ თავიდან მაინც 5 თვე, 6 თვე რომ თემა მივხვდეთ და მე თქვენ შეგიძლიათ თქვენით რაღაცა ვთქვათ ინდივიდუალურად რესტორანში იჩალიჩოთ, თქვენით შეუბეროთ. ამიტომ აი ესეთ დეგენერატებს ნუ უსმენთ და ავიდეოთ ფაქტიურად და ამ ისეთი შეიძლება ითქვას ხიარული ნოტით დაგემშვიდობებით რა.